ეს მაიძულეს რომ ეთქვა მართლა მიშველეთ ესეთი უგლუტენო პურის გამოცხობა თუ გინდათ ეხლავე გაჩვენებთ როგორ უნდა გამოაცხოთ მაგრამ ჯერ გავჭრათ ეხლა რო არ გამოვიდეს ჩვენს ოჯახში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა რომ იდეალური პური გამოეცხო მაგრამ თითქმის არავის არ გამოუვიდა ბოლოს ჩემმა სიდედრმა როგორც იქნა შეძლო და იდეალური პურის რეცეპტი შექმნა ეს მაიძულეს რომ ეთქვა მართლა მიშველეთ იდეალური პურის რეცეპტი შექმნა აი ამ ფურცელზე ჩამოგვიწერა და ჩვენ ამ ფურცლის დახმარებით ვაცხობთ ასეთ მშვენიერ პურს. ეს კონკრეტული პურის რეცეპტი მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ საცხობ აპარატზე. თუ სხვა საცხობი აპარატი გაქვთ, მაშინ რამდენიმე ვერსია უნდა სცადოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გამოგივათ. Let's do this. საცხობი აპარატის ფორმაში ვასხამთ ოთახის ტემპერატურის წყალს. ვამატებთ მარილს და ზეთს. ცალკე ჯამში ვურებთ უგლუტენო ფქვილს, ფსილიუმს, რომელიც ცომს ელასტიურობას აძლევს, ასევე საფუარს და შაქარს. ამ ნარევს ვყრით ფორმაში და საცხობს ვრთავთ უგლუტენო პროგრამაზე. პურის წონა 700 გრამი და ქერქის ფერი მუქი. დეტალური რეცეპტი და აპარატის მოდელი ნახეთ აღწერაში.